პრესპიკერის განცხადებით, ტოკიოს ზოოპარკში 3 ლომი სავარაუდოდ ძლიერ სიცხეს ემსხვერპლა. დანარჩენებს კი მკურნალობენ და მეთვალყურეობის ქვეშ არიან. როგორც ზოოპარკში ამბობენ, ერთ-ერთი 3 წლის ძუ ლომი გასულ კვირას 28 ივლისს დაიღუპა, მეორე 11 წლის 31 ივლისს, მესამე 15 წლის კი 2 აგვისტოს. 残念ながらその後3頭の დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებიდან რამდენიმე ლომს გაუარესებული ჯანმრთელობის ნიშნები აღანიშნებოდათ. ჭამაც კი არ შეეძლოთ. ზოგი კი ლეთარგიული გახდა. სამწუხაროდ 3 ლომი დაუკარგეთ. 10 ლომის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობის წყალობით გაუმჯობესდა. 10頭になったんですが、その後治療のおかげで回復した個体もいます。 ამ ამბებზე რეაგირებისას ცხოველთა დამცველმა ჯგუფმა პიტამ განაცხადა, რომ ლომები მუგი, იჩიგო და ლუენა ტყვეობაში დაიბადნენ, ცხოვრობდნენ და აქვე დაასრულეს სიცოცხლე. ისინი მოკლებულები იყვნენ ყველაფერს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარეული ცხოველისთვის. იაპონიაში გასულ წელს რეკორდულად ცხელი ზაფხული გამოდგა. წელსაც ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, რის გამოც ათასობით მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ტამას ზოოლოგიურ პარკში აცხადებენ, რომ ლომების ზონა საზოგადოებისთვის შემდგომ შეტყობინებამდე დაკეტილი იქნება.